დღეს სავარაუდოდ ზურა გირჩი ჯაფარიძეს დააკავებენ. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან. სასამართლო პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული. ხაფაზაში გადავა რეჟიმით მიღებენ მასალები ქიმიურ აქტივისტებზე და უდანაშაულო ახალგაზრდებს საუბარებოდ პოლიტიკურ ლიდერებსაც მიიღება. საავტომობილო მოძრაობა დილიდან პარალიზებული იყო ბაგებში. ვაკეში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო ავტომობილების მოძრაობა 4 თვით შეიზღუდა. ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცებისა და 4 მანქანის დამტვრევის საქმეზე 2 პირი დააკავეს. მთავარის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. პოლიციელებმა მათი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი ამოიღეს. ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი პალესტინის მხარდამჭერ სიტყვებს სკანდირებდა.